ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩემმა ტვინმა განიცადა იმაზე დიდი პროგრესი, ვიდრე წინა 27 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი არის ერთი პრაქტიკის დამსახურება. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ მედიტაციაზე, როგორც კოგნიტურ მექანიზმზე და არა როგორც სპირიტუალურ პრაქტიკაზე. ცოტა ბექგრაუნდის სახით გეტყვით, რომ დაახლოებით 4 წლის წინ დავინტერესდი მედიტაციით, თუმცა ესე კონსისტენტურად ყოველდღიური დაახლოებით 1 საათიანი მედიტაცია დავიწყე 3 თვის წინ და დღემდე შოკში ვარ, იმხელა ცუდება განიცადა ჩემმა ტვინმა, იმდენად შოკის მომგვრელად მოკლე დროში. უნარი, რომ დავაკვირდა ჩემს ფიქრებს, რაც იქამდეც თითქოს მქონდა, თუმცა ესეთი ინტენსივობით მართლა არ განმიცდია, ახლა უბრალოდ აი ჩემ ტვინში ერთი ფიქრიც კი არ გაივლის, ისე რომ არ დავაკვირდი, არ გავაანალიზო და იმ მიმართულებით არ მიმართო, რა მიმართულებითაც მინდა რომ მიმართო. ამ ყველაფერს მოხდა სიცხადე იმასთან დაკავშირებით თუ რა მინდოდა და ვინაიდან და რადგანაც ასე ძალიან მოკვირდებოდი ჩემს ფიქრებს, უცხადესად დავინახე, რა იყო ჩემი რეალური სურვილები და რა იყო გარემოდან შემოსული მოჩვენებითი სურვილები. მესამე და ალბათ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეტაპი იყო ულევი мотиваცია. მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი სიცხადით დავინახე თუ რის გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში, ყველანაირი მენტალური დაბრკოლება, როგორიც არის მაგალითად სიზარმაცე ან დისციპლინის არ ქონა, სრულიად მომეხსნა. შეჯამების სახით ვიტყვი, რომ ამ პრაქტიკის გარეშე ჩემი ცხოვრება იქნებოდა სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც დღეს არის და არ ვიცი, ამაში ვარ 100%-ით დარწმუნებული. სავარაუდოდ გავაგრძელებდი იმის კეთებას, რაც გარედან შეიძლებოდა ჩანდა სწორად, თუმცა შიგნიდან იყო სრულიად აცდენილი.